დღეს 24 მაისია, თქვენ უყურებთ კურიერი PS. ავტოგვასალიასთან და სანდრო კაჭახიძესთან ერთად საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. საქართველო და აზერბაიჯანი, ორი ქვეყანა, სამი სტრატეგიული შეთანხმება და 20 წლიანი ხედვა. სამხრეთ კავკასიის ახალი რეალობა, სადაც მთავარი ენერგეტიკა, ტრანზიტი და დაკავშირებადობაა. თბილისი და ბაქო რეგიონში საკუთარ როლს კიდევ უფრო აძლიერებენ. ნავთობი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და რკინიგზა. საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეთანხმების პაკეტი ყველა იმ საკვანძო მიმართულებებს მოიცავს, რომლებზეც მომდევნო 10 წლებში სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური და სატრანზიტო მომავალი იქნება დამოკიდებული. 20 წლით გახანგრძლივებული გაზის შეთანხმება, ელექტროენერგიის ტრანზიტის ახალი პირობები, ბაქო-თბილისი სუფსის ნავთობსადენის გააქტიურება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარება და 6 წლიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო მატარებლის დაბრუნება. ყველაფერი ეს იმ დროს ხდება, როცა შუა დერეფნის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება და მსოფლიო ახალი სავაჭრო და ლოგისტიკური გზების ძიებაშია. სწორედ ამიტომ ბაქოში ხელმოწერილ დოკუმენტებს მხარეები უბრალო ეკონომიკურ თანამშრომლობად აღარ აფასებენ. საუბარია გრძელვადიან სტრატეგიულ არქიტექტურაზე, რომელიც რეგიონში სტაბილურობის, ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის ახალ მოდელს აყალიბებს. რა შედეგები მოაქვს ბაქოში მიღწეულ შეთანხმებებს? იზი ბურნაძის რეპორტაჟი. სოფლიო რუკაზე, სადაც კონფლიქტები ენერგეტიკულ მარშრუტებს ყოველდღიურად ცვლის, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკით პოზიციებს იმყარებს. ქვეყანა გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში არა დაპირისპირების, არამედ დაკავშირებადობის ცენტრად იქცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ხელი იმ შეთანხმებებს მოეწერა, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო განამტკიცებს. მათ შორის საქართველოსთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად სატრანზიტო დათქმებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. უდიდესი ბიძგი მიეცა აი ამ შეთანხმებების პოზიტიურად და ორი ქვეყნისთვის ასარგებლოდ, ასე ვთქვათ, დასრულებას, მას შემდგომ, რაც შედგა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და შედგა უმნიშვნელოვანი შეხვედრა პარტიის საპატიო თავმჯდომარესა და პრეზიდენტ შორის, რა თქმა უნდა, მას მერე უკვე ძალიან, ასე ვთქვათ, ეფექტური და სწრაფი ნაბიჯებით წავიწიეთ ორივე მხარემ წინ და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში, ისევე როგორც ტრანსპორტის სექტორში მიღწეული შეთანხმებები ენერგეტიკის სექტორს განსაკუთრებით გამოვყოფდი, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, კვლავ განაგრძობს იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამ მიმართულებით. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმებების პაკეტი გაზმომარაგებას მოიცავს, გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს, ასევე ელექტროენერგიის იმპორტსა და ელექტროენერგიის ტრანზიტს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სოციალური გაზმომარაგების საკითხზე შეთანხმებას. სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს იღებს. კონტრაქტი ძალაში 2068 წლამდეა. პროექტის ამოქმედებიდან 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველოს პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას წელიწადში 9 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში ყიდულობს. სწორედ ეგრეთ წოდებული დამატებითი გაზის კონტრაქტს ეწურებოდა ბადა 2026 წლის ბოლოს. განახლებული ხელშეკრულება მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის შენარჩუნებას გულისხმობს. სოციალური გაზი სოციალურ ფასად უწყვეტად იქნება უზრუნველყოფილი. მოლაპარაკების ფარგლებში ჩვენთვის თავარი რამდენიმე მიმართულება იყო. პირველი ეს გახლავთ მოცულობები, გარანტირებული მოცულობები გაზის ამ შემთხვევაში, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიურობისთვის. ჩვენთვის ყოველთვის ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა დივერსიფიცირება და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა რომ გავუსვარო ჩვენთვის აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია ამ მიმართულებით და მესამე რა თქმა უნდა ტარიფი, რომელიც ასე ვთქვათ
ყოველთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ჩვენთვის მთავარი, ასე ვთქვათ, საზრუნავი ყოველთვის არის ჩვენი სოციალური კომპონენტი და ტარიფი, რომელიც პირდაპირ, ასე ვთქვათ, ისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. იდენტურად მნიშვნელოვანი იყო ელექტროენერგიის თვალსაზრისით თანამშრომლობა და იმის მიღწეული შედეგი, რომელიც მათ შორის 20 წლიან თანამშრომლობას გულისხმობს. საქართველოს ასევე განაგრძობს იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი აი ამ შეთანხმების ფარგლებში, განსაკუთრებით ელექტროენერგიისა და გაზის ტრანზიტის თვალსაზრისით და ჩვენ წლების განმავლობაში განვაგრძობდით ყოფილიყავით სანდო და დასაყრდენი პარტნიორი. ბაქოში გადაწყდა ისიც, რომ 3 წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისის სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა განახლდება. ქართული მხარე აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკართან ერთად ბაქოს სუფსის ნავთობ ტერმინალსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს და მილსადენის ოპერირებას უზრუნველყოფს. შეეხება ბაქო-თბილისი სუფსას, მილსადენის ფუნქციონირებას. გასული 3 წლის განმავლობაში საერთოდ იყო გაჩერებული. ქვეყანა კარგავდა პოტენციურ შემოსავალს და მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება ამ მილსადენის ფუნქციონირება და ამის საფუძველზე ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. არის ძალიან კარგი პირობები. საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს. ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება შედგა რკინიგზის სექტორშიც. მალე ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ახალი მარშრუტი ევროპას აზიასთან, აზერბაიჯანსა და საქართველოს თურქეთთან, თურქეთს კი ჩინეთთან დააკავშირებს. რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირებით ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. კიდევ უფრო იზრდება საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლი, შუადერეფნის ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში. შევჯერდით ყველა დეტალთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას და თვის ბოლომდე უკვე დაიწყებს რკინიგზის ეს მონაკვეთი ფუნქციონირებას. საქართველოს მონაკვეთზე მთლიანად იქნება პასუხისმგებელი საქართველოს რკინიგზა, მთლიანობაში დაფუძნდება ერთობლივი საწარმო ქართულ-აზერბაიჯანული და ამ ფორმატში იქნება უზრუნველყოფილი რკინიგზის ოპერირება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია და ამასთან ერთად თქვენ იცით, რომ აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის, ხალხთა შორის ურთიერთობებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, შეხვედრა, რომელიც შედგა ბატონ ბიზინაინიშვილსა და ბატონ ილჰამ ალიევს შორის და მინდა ხაზი გაუსვა ეკონომიკის სამინისტროს გუნდის ძალიან ეფექტიან მუშაობას. ეს იყო მრავალთვიანი მოლაპარაკებები, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ მარიამ ქრუიშვილს, რომელმაც იდეალურად წარმართა ეს მოლაპარაკებები და საქართველოს მიიღო იდეალური შედეგი ამ მოლაპარაკებების საფუძველზე. 26 მაისიდან 6 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგება თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა. დაინტერესება, რომ დიდია, ამას მოთხოვნაც მოწმობს. უმოკლეს ვადაში გაყიდული 1000-ზე მეტი ბილეთი. მაღალი მოთხოვნის გამო სარკინიგზო კომპანიამ ბაქოდან გამსვლელ პირველ მატარებელს ვაგონიც კი დაამატა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და კავშირების გაძლიერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც იცით, რომ აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია ტურიზმის მიმართულებით და იმ რეალობაში, როდესაც 6 წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით გვქონდა დედაქალაქებს შორის დაკავშირებადობის შესაძლებლობა, განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ლიდერების ეს გადაწყვეტილება, რომ 26 მაისიდან იწყება სამგზავრო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. აი ეს განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ზოგადად რეგიონალურ კონტექსტში ხდება და დღეს შეიძლება რომ რეალურად შევაჯამოთ აი ეს მიღწეული წარმატება, როგორც ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის, გაღრმავების, გაძლიერების, კიდევ უფრო მეტად მჭიდრო თანამშრომლობაზე გადასვლის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ერთის მხრივ
ჩვენი ქვეყნის ორივე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებაზე, ხოლო მეორე მხრივ ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვას, ისევე როგორც ხელშეუწყობს უშუალოდ ამ სექტორების გაძლიერებას. სოფლიო ენერგეტიკული რუკა იცვლება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონს საქართველო და აზერბაიჯანი ერთად ქმნიან. ბაქოში მიღწეული შეთანხმებებით ჩვენი ქვეყანა პოზიციებს აძლიერებს, ქვეყანა რომელმაც სტაბილურობა და პრაგმატიზმი საკუთარ ძალად აქცია.